ლიტერატურული მიმდინარეობები. ეს არის ის კურსი, რომელზედაც ჩვენ გვექნება საუბარი. ახლა როდესაც საუბრობთ ლიტერატურულ ნაწარმოებზე, რა თქმა უნდა, ლიტერატურულ ნაწარმოებს თავისთავად გააჩნია არსი თუ აზრი. მაგრამ ამ ლიტერატურული ნაწარმოების აზრის ჩაწვდომა უფრო მარტივი არის თუ მას მოვიაზრებთ, თუ უფრო სრულფასოვანია, თუ ამ ლიტერატურულ ნაწარმოებს მოვიაზრებთ ეპოქასთან მიმართებაში, ანუ თუ რომელ ეპოქაში დაიწერა ესე თუ ის ლიტერატურული ნაწარმოები და აგრეთვე კულტურასთან მიმართებაში, ანუ კულტურულ კონტექსტში. ლიტერატურული ნაწარმოები ენის იდეების და ფასეულობების მიხედვით ერთი და იგივე მიმდინარეობის სხვა ნაწარმოებებს უახლოვდება. ანუ იმის და მიხედვით თუ რა ასე ვთქვათ ფასეულობებს გამოხატავს ესა თუ ის ნაწარმოები რა სტილისტურ ფორმებს იყენებს, რა იდეებს გამოხატავს, ამის მიხედვით ის ერთი და იგივე აი ამ ერთი მიმდინარეობის ჩარჩოში არსებულ სხვა ნაწარმოებებს უახლოვდება. ეხლა ჩვენ გვაინტერესებს თუ რას წარმოადგენს ლიტერატურული მიმდინარეობა. ლიტერატურული მიმდინარეობა წარმოჩნდება იმ პრინციპებზე და იმ იდეებზე დაყრდნობით, რომლებიც მას განასხვავებენ სხვა მიმდინარეობისგან. ეს არის ასე ვთქვათ ესეთი პირველადი ძირითადი განმარტება და ეხლა იმისთვის რომ წარმოვაჩინოთ ლიტერატურული მიმდინარეობის რაობა, ამისთვის ვიტყოდით რომ ლიტერატურული მიმდინარეობა წარმოჩნდება სხვადასხვა ფაქტორებთან მიმართებაში. ახლა რა არის ეს ფაქტორები? პირველი ეს არის საერთო ღირებულებები, ანუ თუ რა საერთო ღირებულებებს გამოხატავს ესე თუ ის გამოხატავენ ესე თუ ის ნაწარმოებები, რომლებიც გაერთიანებული არიან ერთ მიმდინარეობაში. როგორც მაგალითად რომანტიზმისთვის, რომელიც მე-19 საუკუნეში განვითარდა, თუ მაგალითად ბოდლერის სიტყვებს თუ მოვიშველიებთ, რომანტიზმისთვის დამახასიათებელ ნიშნებს წარმოადგენენ სპირიტუალობა, უსასრულობისკენ, დაუსრულებლობისკენ ტოლვა, ოცნება და ფერის შეგრძნება. ეხლა კლასიციზმისთვის, მაგალითად კლასიცისტური მიმდინარეობისთვის, რომელიც მე-17 საუკუნეში განვითარდა, თქვათ, უფრო დამახასიათებელი იყო მისთვის ჰარმონია, უბრალოება, ბუნებრიობა, შესაბამისად თქვათ საპირისპიროდ ბაროკოსი, რომლის ძირითადი დამახასიათებელი თვისება ის იყო მოძრაობა, ექსესიურობა, ზედმეტობა, ასე ვთქვათ, სიჭარბე და მაგალითად რომ ავიღოთ კიდევ ვთქვათ ნატურალიზმი, რომელიც აგრეთვე მე-19 საუკუნეში განვითარდა, ნატურალიზმისთვის ვთქვათ დამახასიათებელი იყო უფრო მეტად აქცენტის გადატანა მეცნიერებაზე, დაკვირვებაზე და ვთქვათ რეალობაზე და არა ოცნებაზე. ერთი და იგივე მიმდინარეობაში გაერთიანებული წერლები იზიარებენ როგორც ესთეტიკურ, ასევე იდეოლოგიურ არჩევანს. ეხლა ესთეტიკურ არჩევანში იგულისხმება, ვთქვათ, სტილის, ხელოვნების, სილამაზის და მსგავსი კონცეფციების გაზიარება და მაგალითად იდეოლოგიურ არჩევანში იგულისხმება, ვთქვათ, ისეთი იდეების გაზიარება, როგორიც არის საზოგადოების თუ თავისუფლების თუ ვთქვათ ჭეშმარიტების იდეა, რომელსაც ატარებს ესე თუ ის ნაწარმოები. კიდევ ერთი, როდესაც ჩვენ საუბრობთ ლიტერატურულ მიმდინარეობაზე, ეს ასე ვთქვათ ჩარჩო, რომელიც მოაქცევს
ლიტერატურულ ნაწარმოებებს, ვთქვათ, ამა თუ იმ მახასიათებლების ჩარჩოებში, ხო, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის პირობითი, ანუ შესაბამისად არსებობს, რა თქმა უნდა, ისეთი ნაწარმოებები, რომლებიც მაინც და მაინც ამ ჩარჩოში არ ჯდება, ან კიდევ შეიძლება ეს ნაწარმოები, ვთქვათ, თუნდაც კლასიცისტური ნაწარმოები მე-20 საუკუნეში სრულიად ახლებურად იყოს ინტერპრეტირებული. ანუ სრულიად, როგორ თქვა, ასე ვთქვათ, განცალკევებულად მისი ამ მიმდინარეობის ჩარჩოსგან. ამიტომ ყველა ეს მახასიათებელი, რა თქმა უნდა, არის პირობითი, მაგრამ ამ პირობითი მახასიათებლების არსებობა მაინც აუცილებელია იმისთვის, რომ გავიგოთ, ასე ვთქვათ, კიდევ უფრო შევისწავლოთ ესე თუ ის ლიტერატურული ნაწარმოები. ეხლა მეორე, ანუ ჩვენ ვთქვით, რომ პირველი ეს არის საერთო ღირებულებები, რომელსაც იზიარებენ ნაწარმოებები გაერთიანებული ერთი მიმდინარეობის ჩარჩოში. მეორე ეს არის დიალოგი ხელოვნების სხვადასხვა დარგს შორის. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ ვთქვათ, ძირითადად ლიტერატურული მიმდინარეობა მხოლოდ ლიტერატურის სფეროს არ მოიაზრებს და ლიტერატურული მიმდინარეობა ინტეგრირებულია უფრო ფართო კულტურულ მიმდინარეობაში, რომელიც ეხება როგორც ხელოვნების სხვადასხვა სფეროებს, ასევე ეხება ინტელექტუალურ სფეროს. იმიტომ რომ, ვთქვათ, ამა თუ იმ მიმდინარეობისთვის, რომელიც განვითარდა ამა თუ იმ ეპოქაში, იგივე მახასიათებლები შეიძლება გამოირჩეოდეს აგრეთვე განვითარდეს აგრეთვე სხვა ხელოვნების სხვა დარგში, მხატვრობაში, მუსიკაში და ასე შემდეგ. მაგალითად, რომანტიზმთან მიმართებაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ რომანტიზმი იჭრება, ვთქვათ, როგორც არა მარტო ვთქვათ ლიტერატურის სფეროში, არამედ რომანტიზმი ვითარდება მხატვრობის სფეროშიც, ვთქვათ, დელაკრუა, როგორც მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ და ვთქვათ, ის ვითარდება აგრეთვე მუსიკის სფეროშიც და მაგალითად ბერლიოზი შეგვიძლია დავასახელოთ. ამიტომ ლიტერატურული მიმდინარეობა იზოლირებულად, რა თქმა უნდა, არ არსებობს და შესაბამისად ის ვითარდება ზოგადად რაღაც კულტურულ, ისტორიულ კონტექსტში და მოიცავს ლიტერატურის ხელოვნების სხვადასხვა დარგებს და მოიცავს ზოგადად ინტელექტუალურ სფეროებს. ახლა მესამე, რომელიც ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ, ეს არის საერთაშორისო დიაპაზონი.